გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშვნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. ხარაგაულის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში მარელის შემოყოფებით, რომლის ძირითად მოსახლეობას მაღრაძეები წარმოადგენენ. ბატონ ლევან მაღრაძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაახლოებით რამდენი კომლი იქნებით მაღრაძეები სოფელ მარელში? დაახლოებით 200 კომლზე მეტი მაღრაძე ცხოვრობს აქ, სოფლის უმრავლესობას მაღრაძეები წარმოადგენთ. ერთ პუნქტში დასახლებული ყველაზე მეტი მაღრაძე აქ ცხოვრობს. კიდევ გვერდზე სოფლებში არიან მაღრაძეები? არიან საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა სოფელ ლეღვანში, ფარცხნალშიც არის რამოდენიმე ოჯახი და რა ვიცი, ვახანშიც და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი დასახლება მაღრაძეების არის მარელიში. ეხლა ჩვენ ვიყოფებით ტაძრის ეზოში. ეს ტაძარი როგორ უკავშირდება მაღრაძეებს? ამაზე რო გითხრათ ორი სიტყვა. ეს ტაძარი არის დაახლოებით საუკუნე ნახევრის უკან აშენებული ბერძენი ხუროთმოძღვრების მიერ. და ერთი საინტერესო ისტორიაც უკავშირდება, რომ ეს არის ადგილობრივი ქვა, კაპნარის ქვას ეძახიან, კაპნარია ტერიტორიის დასახელება და ეს ტაძარი რო დამთავრდა, ერთი ცალი ქვაც აღარ ამოსულა იმის შემდეგ იმ საბადოდან. ეს მერე კომუნისტების დროს დაიგრა, ჩამოიქცა სახურავი, მარტო კედლები იყო, კედლებზე დიდი ხეები ამოსული და დაახლოებით 20 წლის უკან კი, რესტავრაცია ჩაუტარა ხოსრო მაღრაძის ოჯახმა, გია და ლია მაღრაძეებმა, საქმეს ხელმძღვანელობდა ომარი მაღრაძე და სოფლის გვერდში დგომით განახლდა და გვაქვს ახლა მაცხოვრის ამაღლების ეს დიდებული ტაძარი, სადაც რეგულარულად წირვალოცვა აღევლინება, მამა ანტონი მობრძანდება ლეღვნის მონასტრიდან და თვეში ერთხელ ტარდება წირვალოცვა. როგორც ვიცი, ერთ-ერთ დღესასწაულს მაღრაძეები განსაკუთრებულად აღნიშნავთ ამ ტერიტორიაზე. ამაღლების დღესასწაული სოფლისთვის და უბნისთვის და ჩვენი გვარისთვის აქ ვინც ცხოვრობთ, ძალიან დიდი დღესასწაულია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება ყოველთვის მოძრავი დღესასწაულია და მთელი უბანი მაღრაძეები ვიკრიბებით მრევლთან ერთად უბანი დავჯდებით ეკლესიის მიმდებარედ სახლში და კარგ საღვთოს ვიხდით ამ დღესასწაულს. ამაღლების ყინვარის დღესასწაულს აღნიშნავთ აქ. კიდევ მეტი ინფორმაცია ვისგან შეგვიძლია რომ ავიღოთ ამ სოფლებში მაღრაძეების შესახებ? გადავიდეთ გვერდით სოფელში, სოფელ ფარცხნალში, სადაც ერთ კარგ კაცს ჟორა გიორგი მაღრაძეს გაგაცნობთ და მას გავესაუბროთ. წარმოშვებით ლეღვნიდან არის, როგორც ვიცით, გიორგი მაღრაძე, მაგრამ სოფელ ფარცხნალში ახლა ავალთ და გავესაუბრებით მას მაღრაძეების შესახებ. მაინტერესებს თქვენი გვარის ისტორია. როგორც ვიცი, ხარაგაულის რაიონში ძალიან ბევრი ხართ მაღრაძეები. მაინტერესებს როგორ მოხდით მაღრაძეები ამ მხარეში, ხარაგაულის მხარეში? ეს დიდი თურქობა რომ იყო, ეს როგორც გადმოცემით ბაბუა და ის წინაპრები ლაპარაკობდნენ, მაშინ იზოლებული შეიქნენ რომ მიეტოვებიათ პატარა თმოგვი, სადაც იყო ჩვენი მამაყაპური, ასე ვთქვათ, ადგილები, რომელიც თამარი მეფის გიორგი მესამეს მიუწია მაღრაძეებისთვის. გამოუკვეთიათ ვარძის გამოქვაბული და იქიდან არის ესე იგი ჩვენი გვარი, ვითომ მაღრაძე მაღაროს აკეთებდნენ ის ხალხი და ესენი სპეციალისტები რო იყვნენ ეს მაღრაძეები, ებოძათ იქ ასე იგი თავიანთი ტაძარი,
ასე ვთქვათ, გერბი ჰქონდათ, დროშა ჰქონდათ, ამბავი და ცხოვრობდნენ იქ, მაგრამ მე ეს თურქობა რო იყო, ასე კი იძულებული შეიქნენ მიატოვებიათ ის. პატარაც მოგვი, დიდიც მოგვი, ის მხარე საერთოდ და გადმოვიდნენ ხარაგაულის რაიონში სახვლარი, არის ასეთი ლეღვლის, ესე იგი ერთ-ერთი ნასოფლარი. ჯერ იქ გადმოვიდნენ სახვლარში. ხოლო სახვლარიდან ნელ-ნელა ჩამოსახლდნენ მერე სოფელ ლევანში. ლევანიც ყოფილა მიტოვებული ადგილი, ჩანაგებული რაღაცა ეპიდემიისგან ესე იგი ყველაფერი მოხდა ისე რომ წაშლილი ყოფილა თურმე ესე იგი საერთოდ ადამიანების ასე ყვალი პასუხ იმაში ლევანში. ანუ ერთ-ერთმა პანდემიამ დიახ და ისე აღდგა. მე ჩაუდგენ ესე იგი ეს მაღაზიები სათავეში ამ საქმეს და მე დასახლდნენ შალიქაძეები, ვეფხვაძეები, ტაბატაძეები და კიდე სხვაგვარი 52-მდე გვარი არის სოფელ ლევანში. მაინტერესებს მაღრაძეები თუ არიან სასულიერო პირები? ყავს ერთი სასულიერო პირი ლევანში გოჩა მაღრაძე, რომელიც სხვაგვარს ატარებს მართალია, მაგრამ მაღრაძეა. ბიძაშვილია ჩვენი და აღაშენა ტაძარი სრულიად ახალ ადგილზე. ჩემო ბატონო, ამ წუთში ამერიკაში არის წასული და იქ თავის ასე ვთქვათ საქმეებს აკეთებს და ასე კი. მოღვაწეობს ამერიკაში როგორც სასულიერო პირი? სასულიერო პირი არის. ძალიან კარგი. მაინტერესებს ომის გმირები თუ არიან მაღრაძეები? ბევრი იყვნენ მაღრაძეები თითქმის ლეღუნიდან ერთი ოჯახიდან მაღრაძეები ორი ძმა წავიდნენ და საერთოდ აღარ დაბრუნდნენ. ბიძაჩემები ხოსე ორი ალიოშა და მიტუშა წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ და მათი დას იყო ესე კი მედიცინის და ომის პერიოდში და ისიც ჩამოვიდა და მალე გარდიცვალა. ასე რომ მაღრაძეებიდან ბევრი იყო. სერგო მაღრაძე იყო, მამაჩემის ბიძაშვილი, ისიც აღარ დაბრუნდა. პატარათ მოგვი და დიდით მოგვი ახსენეთ და ვარძია. ანუ ვარძიიდან არის ძირი მაღრაძეების? რა თქმა უნდა. ის ვარძიის ცნობილი ციხე-ქალაქი გამოუკვეთიათ ასე მაღრაძეებს, ტავოყრაჯესიდან ჩამოუყანია გიორგი მესამეს და ცოდნებიათ ამ საქმის ესე იგი ყველაფერი შინაარსი და გამოუკვეთიათ ეს ციხე-ქალაქი და იქ ესე იგი ხალხმა ესე იგი გარეშე ხალხმა დასაკეთებენ მაღაროს ესე იგი და მაღრაძეს იქიდან წამოვიდა ეს გვარი. სამცხე-ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრაში ვიმყოფებით, სადაც მაღრაძეები ცხოვრობდნენ. აი ეს ლამაზი ტაძარი მე-11 საუკუნეში მაღრაძეებმა ააგეს. სოფელ ქალაქებში ამოვედით და არ შემეძლო თქვენს არ გამეცნო ერთ-ერთი ნიჭიერი ხელოვანი ადამიანი, ბატონი მეულუდი მაღრაძე. გამარჯობა ბატონო. გამარჯობათ. შემოვიარეთ თქვენთან ესე გვიჩიეს, რომ ძალიან კაი ნამუშევარი აქვს. ეს ჩემ ბავშვობაში გაკეთებული ზალა გქონდა, ეს მამაჩემის ნაკეთობა ბუხარი. ანუ ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა სახში იმისთვის, რომ ამ ზალას იერი არ დაეკარგა ამ ბუხრიდან და ამაზე კაი რა უნდა დამეხატა თუ არა ვარძია და აგერ ზედათ მოგვი. ის ზედათ მოგვის ციხეა და ეს ეკლესია არის თავისი მიწური სახლებით. ну სურათებიდან მაქვს ამოღებული ეს ნამუშევრები და რომელი საუკუნის არის ეს ტაძარი? მე-11 საუკუნეში არის რესტავრირებული, როგორც იძახიან, მაგრამ უფრო ძველია მე-8 საუკუნის საყრდენი კედელი აქვს უკანა მხარეს. რატომ აინდა-მაინც ზედათ მოგვი? რატო და ჩვენი ძველი სოფელია, საიდანაც ჩვენ ჩამოგვასახლეს ნაქალაქევის მოსახლეობა აქ ნაქალაქევში და დაგვასახლეს. ჩვენი ძირძველი სოფელი არის ზედათ მოგვი და იქაურები ვართ ჩვენ მე ნაქალაქევლები. ანუ მაღრაძეების ძირი მოდის ზედათ მოგვიდან? კი, ზედათ მოგელები არიან და მე აქ ვართ სოფელ ნაქალაქევში ჩამოსახლებულები 48 წელში. 44-48 წლებში. 1944-48 წლებში. სოფელი ნაქალაქევიდან გზას გამოყევით და ულამაზეს ადგილზე ვარძიაში ამოვედით. თუ რა კავშირში არის ვარძია და მაღრაძეები, ამას ბატონი ზელიმხანი მოგვიყვება.
გამარჯობა ბატონ ზელინხან, რა კავშირში ხართ მაღრაძეები და ვარძია ერთმანეთს? ის რაც ვიცი ამასთან დაკავშირებით ძალიან შორიდან მოდის. ნუ რო ვთქვათ, რომ თვითონ მაღრაძეების გვარის დაბადება დაახლოებით 1150 წლიდან მომდინარეობსო, მართალიც იქნება და შეიძლება არც იყოს ზუსტი. მაგრამ ისტორია ასეთია. გიორგი მესამე თამარის მამა იერუსალიმიდან როცა ბრუნდებოდა, სადღაც კვიპროსთან ახლოს, შესაძლოა კვიპროსში, შესაძლოა სხვაგან, გამოიარა ერთ-ერთ მონასტერში და მოილოცა თავისთავად, შესაწირი შესწირა თავისთავად და როცა აპირებდა წამოსვლას, ბერებმა ასეთი თხოვნა გაუზიარეს, რომ თუ შეიძლებაო ჩვენთანაო ამ ტაძრის ხუროთმოძღვარიო ჩამოვარდაო ხარაჩოდან და წელშია გადატეხილი და თქვენთან საქმე აქვსო. ალბათ შენთან, იმიტომ რომ შენ მაშინ მეფეს შენობით მიმართავდნენ. თუ შეიძლება მოვიყვანოთ. არა მე ვეახლებიო, უთხრა მეფემ და თვითონ მივიდა. მოიკითხა, გამოკითხა ბევრი რამ და მე უთხრა რომ რა თხოვნა გაქვსო. არაფერიო მე ეხლა ჩემი ჯანმრთელობის გამო საქართველოში ალბათ ვეღარ დავბრუნდებიო. როგორც ეთქობა გულმხურვალე ქართველი იყო, ერთის თხოვნა მაქვსო. მე 15 წლის თუ 16 წლის ვაჟი მყავსო. აი ეს ტაძარი შუაზე არც იყო მოსული, რომ მე დავზიანდიო და ფაქტიურად ჩემმა შვილმა დაასრულაო. ის გაწვრთნილია როგორც ხუროთმოძღვარიო და მე მიჩუქნიაო საქართველოსთვისო. აი ასეთი რაღაცაც იკადრა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩუქება ნივთი ხო არ იყო, მაინც ბიჭშვილი იყო. შემიწირიაო. წაიყვანეო და დაგჭირდება ალბათ და გამოგადგებაო. და მეფემ არ უთხრა უარი, დასვა თავის თან ცხენზე და ჩამოიყვანა საქართველოში. ეს ბიჭი ალბათ გაიზარდა კიდეც ზრდასრული რომ გახდა და როცა გიორგი მესამემ გადაწყვიტა ვარძიის მშენებლობა, როგორც ციხესიმაგრის და არა როგორც მონასტრის. მაშინ დაუძახა ბიჭს და უთხრა რომ თუ შეგიძლიაო რომ აი აქაო ციხე-ქალაქი გამოკვეთო. ბიჭმა უთხრა რომ არ არისო ძნელიო ეგაო და არც ისეთი სიძნელეაო, კლდეში კვეთაო, ძნელია არქიტექტურაში საერთოდ ქვის ქვაზე გამოწყობა და კამარების და რაღაცების გაკეთება და მაგრამ თუ შეიძლებაო ჩემ აზრს მოგახსენებთო, ამ ვარძიას არ წყალი უნდაო რომ ჰქონდესო და წყალთან სასმელი წყალი თუ არ ექნაო, მაშინ ციხე ვეღარ იქნებაო და როგორც ახლა აუხსნა მეფეს, მეფემ ეს ციხესიმაგრე უნდა ყოფილიყო უზარმაზარი. რომ ვარაუდით უნდა ყოფილიყო ესე, რომ დაახლოებით 50,000 კაცი უნდა დატეულიყო აქად. და მე ეპიდემიის თვალსაზრისით ძალიან გაძნელდება აქ. თხოვა რომ ზედავარძიიდან გვირაბია გამოსაყვანი, საიდანაც წყალის მომარაგება იქნება ვარძიაშიო და პირველი რაც გააკეთებინა და რაც გააკეთა ამ ბიჭმა, აი ეს უკვე ფაქტიურად ძალიან დიდი ნიჭის შედეგია, რომ 3 კილომეტრს მანძილზე დაიცვა დონე და მოხვიდე იქ, სადაც წყალი გინდა რომ იყოს. თავისთავად ალბათ ვარძიიდან დაიწყო კვეთა იქამდე, მაგრამ იქ ხო უნდა მისულიყო. და ასე რომ ზედავარძიაში უკვე არსებობდა ტაძარი და რომელსაც ერქვა ვარძია. თამარი მაშინ არც იყო დაბადებული, როცა ვარძიას ვარძია ერქვა, იმიტომ რომ ვარძია, ზედავარძია მე-8 საუკუნიდან მოდის და მე-10 საუკუნეში უკვე ის ტაძარი შენდება და ასე შემდეგ. და ეს ვაჟი, ეს პირველი მაღრაძე, ჩვენ როდესაც გვაქვს ლაპარაკი, დაასახლა, ახლა ვარძიის კლდეკარი რო არის, თუ პირ დავდგებით მარჯვენა მხარეს, ჭაჭკრის ხევის მარჯვენა მხარეს ესეთი სწორი ძაბრისებრი მთა არის, რომელსაც თავი წაკვეთილი აქვს.
ეს ხელოვნურად არის წაკვეთილი თუ ბუნებრივად არის არავინ არ იცის, მაგრამ აი ამ გორის თავზე სასახლე აუშენა. აი ამ ბიჭს შეერთო ცოლი, სავარაუდოდ ჯავახი და ეყოლა 11 შვილი. აქედან 8 ვაჟი და 3 ქალი. და დაიწყო ეს ეპოპეა, ვარძის მშენებლობა, რომელიც აი ასეთი 50 წელიწადი გრძელდებოდა და თავისთავად აი ამ ადამიანმა თავისი ვაჟიშვილები გვერდში დაიყენა და თავის მხრივ თავისი შვილები გაწვრთნა იმაში, რაც თვითონ იცოდა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარძია მაღრაძეების გამოკვეთილია? იცით რა არის? როგორც ხელოსნები, როგორც ხუროთმოძღვრები. იცით რა რასთან არის? კიდევ ერთი ვერსია არის, რომელიც რომ ერთ-ერთი მოხუცისგან ვიცი, მაღრიკი ნიშნავს აღმოსავლეთს, თუ დასავლეთს აღარ მახსოვს, აღმოსავლეთს მე მგონი. ან აღმოსავლეთის ხუროთმოძღვარი იყო, ან დასავლეთის, რომელსაც მიესადაგება ეს. ვარძიის გამოქვაბულების კვეთის დროს ასე დაახელოვნა თავისმა ამ ადამიანმა თავისი ვაჟები. გარდა 2 ვაჟისა, რომლებიც იყვნენ უმცროსები და ცოლი გამოადგა მას საოცარი ნიჭისა და საოცარი შთამომავლობის პატრონი. მას შთამომავლობით გადასცეს სამკურნალო თვისებები, მკურნალი ქალი იყო. და როგორც ამბობენ, მკვდარს აცოცხლებდა, ისეთი ექიმი ყოფილა. მისი შეკვეთით არის გამოკვეთილი ვარძიაში აფთიაქებიო. ასე ვიცით ჩვენ. ვარძიაში აფთიაქები გამოკვეთილი? დიახ. აი ამ შესახებ. ორი აფთიაქი. კლდეში გამოკვეთილი ორი აფთიაქია. ასე რომ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ და ის რაც ჩამოინგრა იქ რამდენი იყო არავინ არ იცის. ამიტომ ეს 2 ვაჟი ამ ქალმა გაწვრთნა როგორც მკურნალები. როცა ბასიანის ომი მოხდა, აი ზუსტად იმ წლებში ფაქტიურად ვარძია თამარ მეფემ არა ციხესიმაგრედ, არამედ მონასტრად აკურთხა. და აი ამ ჩვენმა წინაპარმა თავის 400 მონას თხოვა, რომ გაეთავისუფლებინათ მონობიდან, დააყრევინა ეს ბორკილები და 400-ვე მონა მონასტერში მონას ბერებად აღკვეცა და თვითონაც ბერად აღიკვეცა. თამარმა ეს დაუკმაყოფილა და მისცა. და აი ბასიანის ომის დროს, ბასიანის ომში ამ 8 შვილიდან 6 მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ეს 2 მკურნალი. და ამ ომის დროს თავადი ციციშვილი დაჭრილა სასწაულად, ესე იგი მის გადარჩენას არავინ არ ელოდა და აი ამ ბიჭებმა გადაარჩინეს ის. და ამბობენ, რომ ციციშვილი მუხლებში ჩავარდნია თამარს და უთხოვია, რომ ეს 2 ყმაო მე და მithmeo. თუმცა კი ისინი ყმები არ იყვნენ, მაგრამ ყმა ვაჟკაცად იწოდებოდა მაშინ და თუნება იქნება მაგათი წაიყვანეო და წაიყვანა. და მისცა ციციშვილმა განკურნეს, რომ განკურნეს მერე წაიყვანა, ხო და მისცა ციციშვილმა საშუალება, რომ მათ ემუშავათ, ფაქტიურად ლაბორატორიასავით შეუქმნა. და როცა სრული კვლევები და რაღაცა ფაქტიურად ისეთი ის მოხდა, მაშინ აი ეს კარაბადიში გაუცვალეს აზნაურობა. მაღრაძეებს კარაბადიში გაუცვალეს აზნაურობა? კი. აი ის ასე რომ ის კარაბადინი მაღრაძეების წიგნია. მაღრაძეები, რომლებიც რო ახლა ტაოკლარჯეთში დარჩნენ, იქ თავისი ციხესიმაგრე აქვს. ისინი აზნაურები ისინი იქ დარჩნენ აზნაურებად. მერე და ალბათ გამაჰმადიანდნენ, შეიძლება არც არიან გამაჰმადიანებულები, მაგრამ სულით ხორცით ქართველები არიან, როგორც ვიცი. არსებობს ესეთი ზურაბ მაღრაძე ჯავახი, საოცარი პიროვნება, დიდი ადამიანი,
რომელმაც მოიძია და ნახა ისინი. დათო მაღრაძე რო არის პოეტი, ჩვენი პოეტი სახელოვანი, მას აქვს უტყუარი ცნობები აი ამ ციხესთან დაკავშირებით, რომ მაღრაძეების საგვარაულოს ციხე არის ტაო-კლარჯეთში და რომლის მფლობელებიც ისინი იყვნენ და დღესდღეობით შეიძლება დარჩნენ და შეიძლება აღარ არიან მათი მფლობელები. ასე რომ აი ასე გამრავლდნენ. მე რადგან მონასტრად გადაკეთდა ვარძია, იმ ვარძიის გვერდზე ის სასახლეც და მთელი ტერიტორია მონასტერს გადაეცა და თამარმა სთხოვა რომ ზედათბოგში ასულიყვნენ და ეს ყველა ძმა დედამისთან ერთად ავიდნენ ზედათბოგში. ზედათბოგში არსებობდა მერვე საუკუნის ეკლესია, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი დღესაც ჩრდილოეთი კედელი დღესაც არის ამ ეკლესიაში და დანარჩენი აშენებულია მე-11-მე-13 საუკუნეში, ასე ვარაუდობენ უფრო მე-11-ში. მე-13 საუკუნე ალბათ ხო და არის ვარაუდი რომ აი ეს ტაძარი, ძველი ტაძარი დაანგრიეს ამ მაღრაძეებმა და ერთობლივად ბაგრატ კუროპალატის თუ ბაგრატ მეუღლის, რომელიც სომეხი ქალი იყო, მაგრამ მართლმადიდებელი იყო და დიდი მორწმუნე იყო, მისი დაფინანსებით აი ეს ეკლესია ააშენეს როგორც. მაგრამ აი ესეც ნაკლებად აი ამაზე წყარო არ გაგვაჩნია, უბრალოდ გადმოცემით ვიცით და მე ზედათბოგის ეკლესიაში ინახებოდა უზარმაზარი არქივი. თითქმის მთელი ჯავახეთის არქივი ზედათბოგის ტაძარში ინახებოდა, იმიტომ რომ ერთადერთი ტაძარი იყო მაშინ რა ქვია ჯავახეთში, რომელიც მართლმადიდებლობიდან ვერ გადაიყვანეს. და ყველა რაღაც არქივო ჩანაწერები მიდიოდა და იქ ტაძრის ქვეშ დიდი დოლაბი იყო, დოლაბი ახლაც არის, იყო, რომელიც რაღაცნაირად კარგად ჰქონდათ გაკეთებული და იქ ინახებოდა. მერე კომუნისტები რომ მოვიდნენ, აი პაპაჩემმა ერთი ხელნაწერი იქიდან გამოიტანა, ესაკდა, რა ქვია, ეს ეხება ერთ-ერთ ბერის ისტორიას, მაგრამ ის შორს წაგვიყვანს. ეს ისტორია პაპაჩემმა აი უბეში ჩაიდო, კომუნისტები რომ მოვიდნენ, აღწერეს ეს მთელი ქონება ეკლესიისა, ეს ქაღალდები რაც კი დამაც ნახეთისა და ზოგი გადახარეს, ზოგი დაწვეს, ზოგი დატოვეს და წავიდნენ. წიგნები, ეს არქივები, ეს ყველაფერი და კომუნისტების უნიათობით, რომლებმაც რომ აი ხალხი ისეთ უღმრთოთ რომ გაზარდეს და უნამუსოთ რომ გაზარდეს, აი ეს საფლავის ქვებს იყენებდნენ როგორც მარილის საჭმელად, საქონელს უყრიდნენ საფლავის ქვებზე მარილს და მარილის ენისმით, ლოკვით, ჩლიქების ზემოქმედებით აი ეს წარწერები ისტორია წაშალეს. მერე თუკი ვირიან ძროხან რაღაცა სკოლმეურნეობის ყანაში შევიდოდა, ყარაული ჰყავდა და ის ყარაულს ჰქონდა უფლება რომ დაეპატიმრებინა ცხოველი და შეაგდებდნენ ერთ შენობაში, სადაც ეს არქივი იყო შენახული და ამ შიერ ვირებს შემოეჭამათ ეს ძვირფასი წიგნები და ქაღალდები. და საბედნიეროდ პაპაჩებმა გადაარჩინა ეს რა ქვია ეს ხელნაწერი, რომელიც მერე თან დაჰქონდა. პაპაჩები გვიკრძალავდა ხელისხლებასაც ამ ქაღალდებზე, ძველ ქართულს ეძახოდა და გვიკრძალავდა ხელისხლებას, რომ და ვერც ვეკითხებოდით და მე მოგვიყვა თავის ისტორიას, ამ ქაღალდების ისტორიასაც მოვაყოლეთ პაპაჩება და რომელიც მე აი ამ წიგში მაქვს აღწერილი იოანე ბერი, ასე ჰქვია ამას, არც ამბორს ყოვით, არცა იუდა, ამ იმის ისტორია. ასე მოხდა მაღრაძეების ჩამოყალიბება. მე ზედათბოგიდან ორი ძმა გადადის ხიზაბავრაში, ორი ძმა გადადის ქილდაში, ორი ძმა რჩება ზედათბოგში და ორი ძმა ციციშვილებთან. აი ესე განაწილდა მათი ბედი. 1770 წელს, როცა ასპინძის ომი მოხდა, ერეკლე მეფემ მოწინავე რაზმი გამოგზავნა და რომელსაც წინ უძღოდა ბერიძე, პტენელი ბერიძე. და ამ მოწინავე რაზმის ბიჭებმა დაიარეს ქართული სოფლები და შეატყობინეს, რომ ერეკლე მოდის თავისი ჯარით და ასპინძაში შეკრებილიყვნენ და
ზედათმოგვიდან მაღრაძეებს ჰქონდათ და აი საგულისხმო რა არის იცი რომ დროშა საგვარეულო დროშა ზედათმოგში იყო არა ტაოკლარჯეთში რომელიც აზნაურებად დაუშვათ იქ იყო მაგრამ როგორც გამოდის აზნაურებად ზედათმოგელები მაღრაძეები იყვნენ და ეს დროშა გაშალეს და წავიდნენ ასპინძაში გვარში იყო ერთი 16 წლის ვაჟი რომელიც ამბობენ რომ ხარს იკიდებდა ზოგზე ისეთი ძლიერი იყო მაგრამ ჯავახეთში აკრძალული იყო 25 წლამდე ომში წასვლა მას უნდა ჰყოლოდა სულ ცოტა სამი შვილი ამიტომ როგორ იყო იცი ჯავახეთის ხალხის საქმე რომ 15 წლისანი უკვე ცოლს ირთავდნენ ბავშვობა მთავრდებოდა აქ 25 წლისანი ფაქტიურად იხოცებოდნენ და შთამომავლება რჩებოდა ფაქტიურად მოხუცი ჯავახეთში იშვიათი იყო ძალიან ცოტა თუ ძლევდა მოხუცობამდე ვინმე ასეთი ამიტომ უთხრეს რომ არა შეისუნა დარჩენილიყო სახში მაგრამ წყალი ადიდებული იყო რომ ჩამოვიდნენ მტკვრის სანაპიროზე უნდა გადასულიყვნენ მტკვრის მეორე ნაპირზე იმიტომ რომ თუ ქვევით ჩავიდოდნენ იქ ჯავახეთიდან ფარავნის წყალი უერთდება ხერთვისში და უფრო მეტი წყალი და უფრო ძნელი გადასასვლელი იქნებოდა ამიტომ ხერთვისამდე უნდა გადასულიყვნენ წყალზე და ეძებდნენ სანაპიროს და გაიხედეს რომ მეორე მხარეს ეს 16 წლის ბიჭი უკვე მეორე მხარეს არის როგორ გადახვედიო და უთხრა აი იქიდან მიდითო და გადმოდითო და გადავიდნენ რომ და ამ დროს მაისურაძეებმა როგორ მაღრაძეები მარტო ხო არ უნდა წავიდნენო ჩვენც და მაისურაძეები დაირაზმნენ და ვის რაც ჰქონდა თოფი იყო თუ ხმალი იყო თუ ისარი იყო თუ მშვილდი იყო თუ ყველაფერი შუბი იყო ყველაფერი დაირაზმნენ და დაეწივნენ ხერთვისამდე მიმავალ მაღრაძეებს მაისურაძეები ხერთვისა რომ მივიდნენ ხერთვისში თურქი მეციხოვნეები იჯდნენ და იქ გადასვლა ხიდი იყო გადასვლა ძალიან ძნელი იყო ამიტომ ხერთვის თუ ზევიდან მოუვლიდნენ და მასე გადავიდოდნენ მაინც ხერთვისში უნდა ჩამოსულიყვნენ ან ჯავახეთზე იქ ხიზაბავრეზე უნდა გადაევლოთ და ამ დროს ხიზაბავრელი მაღრაძეები ჩამოვიდნენ იქიდან თოფების სროლა დაუწყეს აქედან მაისურაძეებმა მშვილდები და თოფები ესროლეს მაღრაძეები გავიდნენ ამ ხიდზე მერე ამათმა დაუწყეს თოფების სროლა და მერე მაისურაძეები გამოატარეს და რომ გადიოდნენ უკვე თითქმის ტოლოშის გადასასვლელთან კი არა ხერთ ციხეს რო გასცდნენ და ერთ-ერთი ციხიდან გამოსრული ტყვია აი ამ 16 წლის ბიჭს მოხვდა და მოკლეს და იქვე დამარხეს როგორც ვიცით და ჩამოვიდნენ ესეთი დაბოღმილები რომ ასეთი ვაჟკაცი დაკარგეს საერთოდ მაღრაძეები განირჩევიან უღონიერესი ხალხია იმიტომ რომ ყველაზე ღონიერი კაცი მაინც საქართველოში აღმოჩნდა რომ მაღრაძე იყო იმიტომ რომ ხიზამბარელები მაღრაძეები იყვნენ და დავით ხიზამბარელის ქვა ვერავინ ვერ ასწია დღემდე ასე რომ ძალიან ღონიერები იყვნენ მაღრაძეები და ძალიან ისეთი მეომარი ხალხი იყო და ჩავიდნენ ერეკლესთან ეახლნენ ეს ყველანი და დაუდგნენ წინ და უთხრეს რომ აბა დაგვავალიო რა უნდა გავაკეთოთო ამან უთხრა რომ აი აქ დადგებითო და ამათ უთხრეს არაო ჩვენ მარჯვენა მხარეს უნდა ვიდგეთო მეფესთან ერეკლემ უთხრა რომ მარჯვენა მხარესო ხევსურები დგანანო ჩვენ აგერ დროშაო და დროშაზე გვიწერია რომ მარჯვენა მხარეს უნდა ვიდგეთო სიგელი იყო ამ დროშაზე თუ რა იყო ერეკლემ უთხრა რომ აქ მეფე მე ვარო კი ხარო მეფეო მაგრამ შენ ქართლისა და კახეთის მეფე ხარო და ჩვენ გაერთიანებული საქართველოს ერთიანი საქართველოს მეფის გვაქვს ეს სიგელი ეს დარწერაო გესმის და ერეკლემ ჩაიცინა და უთხრა კარგიო და დააყენა მარჯვენა მხარეს და ამბობენ რომ როგორც სათიბში ისე იარეს ამათ და ცელეს ეს დაბოღმილებმა გაბრაზებულებმა ამ ბიჭის მოკლაზე და ესე იგი დაუნდობლები გახდნენ თურმე საშინელები
და ამით ახთოვანებულმა ერეკლემ როცა დამთავრდა ომი ხიზაბავრაში გადაიხადეს ნადიმი და ამ ნადიმზე განაცხადა რომ აი რამოდენიმე ვაჟკაცი შეარჩია მან მეომარი დაახლოებით ამბობენ რომ 15-დან 20-მდე თავის დაცვაში თელავში გადაასახლა ამ ბიჭებმა თავიანთი ცოლები შვილები წაიყვანეს და წახვდნენ ერეკლეს და წავიდნენ და როგორც ეთყობა რომ იქ კარგად იყვნენ 1772 წელს აღარც ერთი მაღრაძე არ დარჩენილა ჯავახეთში იმიტომ რომ როცა გაიგო ფაშამ რომ ვინ მონაწილეობდა იმაში მაღრაძეებმა მაისურაძეები არ გასცეს არც მაისურაძეებმა არ გასცეს არა და იძულებულები გახდნენ რომ აყრილიყვნენ ესე ბორჯომის ხეობაზე ისე მთაზე ავიდნენ გადავიდნენ და მთაზე დამსახლდნენ მაღლა დაახლოებით 5-7 წელიწადი იქ იცხოვრეს და მერე ჩამოსახლდნენ ძირს მარელისში და ლეღვანში ჩამოსახლდნენ ეგენი დროშაც იქ წაიღეს მარელისში ზედათ მოგელებმა და თელავიდან ჩამოვიდნენ ეს მეომრები და უთხრეს რომ დროშა უნდა მოგცეთო იმიტომ რომ მეომრები ჩვენა ვართო და დროშა ჩვენ მეომრებს უნდა ჰქონდეთო და მართლებიც იყვნენ და დაუთმეს ეს დროშა აი ეს დროშა კრწანისის ველზე დაეცა და დაიკარგა გამოდის რომ ყველა მაღრაძე ვინც კი იმაში მონაწილეობდა კრწანისის ომში ყველა დაიღუპა ასეთი ისტორია არის მაღრაძეების ერეკლესთან დაკავშირებით ანუ თელავშიც არიან მაღრაძეები კი თელავშიც არიან ნუ დაახლოებით ჩვენ ფოტო გვაქვს ზურაბ მაღრაძემ გადმომიგზავნა დაახლოებით 1800 რაღაც 20-იან წლებში იქ დიდი დუქანი ჰქონია ღვინის ერთ-ერთ მაღრაძეს სურათიც არის გავლენა ჰქონდათ ხიზაბავრაში და ისეთი დიდი ისინი იყვნენ რომ მათ თავიანთი საკუთარი წყარო ჰქონდა და წყალი ჰქონდათ და ის წყალი წამოიღეს საროში დღესდღეობით საროში რო ახვიდეთ ჯერ ისევ 1770-იან 1775-იან 80-იან წლებში წამოყვანილი წყალი დღესდღეობით ხიზაბავრში რო წყალია ის მაღრაძეების გამოყვანილი წყალია და ნაწილი მაღრაძეებისა დარჩნენ რა ქვია საროში 1-2 კაცი დანარჩენები სულ ყველა გადასახლდნენ ნაწილი მაშინ რა ქვია ნაწილი მაშინ რა ქვია ნოსტეში და მათ თავიანთი გვარი შეცვალეს მაღრაძე შეცვალეს დაირქვეს ხიზამბარელები ასე რომ ხიზამბარელი ყველა ხიზამბარელი თავის დროზე 1775 წლამდე იყო მაღრაძე მაღრაძეებისა გადავიდნენ თეთრ წყაროში და დმანისში ნაწილმა მაღრაძეებისა მიიღო გვარი კულდონაშვილი დღესდღეობით ღვთისწყალობით და რა ქვია ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამას ეს მესმის კულდონაშვილები უბრუნდებიან თავიანთ გვარს და მაღრაძეებად იწერებიან თითქმის ყველა მაგრამ ნუ დარჩნენ იქ რაღაც ეთყობა მაინც ვერ ელევიან იმ კულდონაშვილს მაგრამ ნუ ღმერთმა გაუმარჯვოთ ეს მათი ნება არის და მათი ის არის კულდონაშვილებიც მაღრაძეები იყვნენ რომლებიც რომ დმანისში საკმაოდ დიდი დიასპორა არის და დიდი რო ნახო რომ დევკაცები ცხოვრობენ უძლიერესი უღონიერესი ადამიანები დმანისელი მაღრაძეები მაინც გამორჩეულები არიან თავიანთი ღონით ძალით და შეხედულებითაც გადაცემა ვისი გორის ახარ გორს სტუმრობს დღეს გაგაცნობთ კვლევარს მეცნიერს ხელოვან ადამიანს ბატონ ერმილე მაღრაძეს ბატონ ერმილე მაღრაძეს ვესტუმრეთ სახელოსნოში გამარჯობა ბატონ ერმილე გამარჯობა მაინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს ტიხროვ მინანქარს საქართველოსთვის ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია საერთოდ თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ტექნოლოგია და გავრცელებული იყო ძალიან ბევრ ქვეყანაში მაგრამ ეს იყო ზოგადად ტიხროვანი მინანქარი რომელიც სრულდებოდა სპილენძზე სრულდებოდა ბრინჯაოზე სრულდებოდა თითბერზე მაგრამ ოქროზე შესრულებული ტიხროვანი მინანქარი
იყო მხოლოდ და მხოლოდ ორ ქვეყანაში გავრცელებული, ეს იყო ბიზანტია და საქართველო. და ამდენად რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, ამდენად ქვეყანა იმპერიასთან შედარებით, მასაც გააჩნია ასეთი კულტურული მონაპოვარი, რასაც თიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია ჰქვია. ეს არის უნიკალური ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს ძალიან ბევრი მინანქრის ნიმუშები, რომლებიც საბედნიეროდ გვიდასტურდება, უდავოდ რომ ქართული სკოლების, ქართული სახელოსნოების მიერ არიან შექმნილი. მაღრაძეები და ვარძია ხართ ერთმანეთთან ჭიდროდ დაკავშირებულები და თქვენ ვიცით რომ ვარძიის ღვთისმშობლის მინანქრები გაქვთ შესრულებული. რო გვაჩვენოთ და მოგვითხროთ მის შესახებ. მაღრაძეები საერთოდ როგორც ირკვევა ვართ წამოსულები ვარძიიდან ვართ თმოგვიდან, უпростоრად ძირი თმოგვიდან უნდა იყოს ჩვენი. ეს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით კიდევ უფრო გამტკის თამაზე კვლევებიდან გამომდინარე, ეს აზრი რომ ჩვენ იქიდან უნდა იყოს წამოსულები. და როგორც ჩანს, ეს უნდა მომხდარიყო მე-16 საუკუნის ბოლოს, მე-17 საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში მძლავრობს სწორედ ეს რეაქციული მტერთა შემოსევა, დიდი რეაქციები იწყება და ხალხი თანდათან იწყებს მიგრირებას შედარებით მშვიდი რაიონებისაკენ და სწორედ ასეთი რაიონი ეტყობა ნახევარსფეროს ხარაგოული. სადაც ჩასახლდნენ და ერთ-ერთ სოფელს ვარძიას ეწოდება. ანუ ტოპონიმი პირდაპირ გადმოიტანეს და ვარძია უწოდეს და ეს შემთხვევით არ არის, იქვე ააშენეს ეკლესიაც და მისი თავედი ხატი, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მე-16 საუკუნით არის დათარიღებული, ყოველ შემთხვევაში შალვა ამირანაშვილი მე-16 საუკუნით ათარიღებს ამ ხატს. სწორედ დღეს ჩვენი ეროვნული მუზეუმის, ხელოვნების მუზეუმის საგანძურში არის დაბრძანებული და მასზე გვიდასტურდება 5 ტიხროვანი მინანქრის მედალიონი. ხატი თვითონ მე-16 საუკუნით არის დათარიღებული, მაგრამ მასზე მე-9 საუკუნის 5 ტიხროვანი მინანქარი გვიდასტურდება. უნიკალური მინანქრებია თავისი მნიშვნელობით, როგორც ჯერ მე-9 საუკუნის ნივთებია, მე-9 საუკუნის არტეფაქტებია, მეორეც ის რომ ოსტატი არის უბწყინვალესი. თუ რამე შესრულებულა ოდესმე ტიხროვან მინანქარში, რასაც ნამდვილი ტიხროვანი მინანქარი ჰქვია, რაზეც ჩვენ წეგან ვისაუბრეთ, ანუ ოქროზე შესრულებული მინანქარში, აი ვარძიის ღვთისმშობლის მინანქრის მედალიონების მსგავსი არ შესრულებულა. პორტრეტული ხელოვნების ჟანრში ეს არის უნიკალური ნიმუშები. აი აქ გვაქვს 5 ტიხროვანი მინანქრის მედალიონი. და საბედნიეროდ ჩვენ და აი აქ წარწერები გვაქვს, ასომთავრული წარწერებით დასტურდება, რომ ესე ნამდვილად ქართულია. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პეტრე მოციქული, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა პავლე მოციქული და დედაი ღვთის. აი ამ დედაი ღვთისას ასლი აი ეგერ აქვს შემოსავლის გაკეთებული. აი ეს არის. ხოლო ამ ერთ მედალიონს აქვს ბერძნული წარწერა. მუფელი ზოგადი სახელია, მაგრამ საქართველოში თურმე გვიდასტურდება არქეოლოგიურად არსებული მუფელები, რომლებიც მე ამის იდენტიფიცირება მოვახდინეთ ამ რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე კი 15 წლის წინ. თეოფილუს პრესვიტერი იყო ასეთი ადამიანი შუა საუკუნეებში, რომელიც საბედნიეროდ წერდა ტრაქტატს. და ამ ტრაქტატმა მოაღწია ჩვენამდე კაცობრიობის ერთ-ერთი უნიკალური საგანძური არის ეს მისი ტრაქტატი და მას აქვს აღწერილი მრავალი თავი, სადაც ტიხროვანი მინანქრის დამზადებაზე საუბრობს ეს ადამიანი. და აღწერს ტიხროვანი მინანქრის გამოსაწვავ ხელსაწყოს მუფელს, რკინის მუფელს. და როცა ამ რკინის მუფელს გავეცანი მის აღწერილობას, მე მისი ასლი დავამზადე
შემიძლია გაჩვენებთ იმ ასლსაც. ამ ასლის შემდგომ ვნახე ჩვენს საცავში, არქეოლოგიური განყოფილების საცავში, ჯანაშიას მუზეუმში, ვნახე ასევე რკინისაგან მსგავსი ხელსაწყო, რომელიც არქეოლოგებს ჰქონდათ ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი და იქ გამოევლინათ იმ გათხრების დროს. თეოფილუსის არის მე-11 საუკუნეში აღწერილი თეოფილუსის მიერ და ვანის მიეკუთვნება პირველ საუკუნეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. აი ეს ხელსაწყოც არის მუფელი და არის თიხისაგან დამზადებული. ეს არის ქვაცხელაში აღმოჩენილი, აქ პლეპიაგორას ეძახიან ურბნისთან. იქ არის აღმოჩენილი და მიეკუთვნება მე-4 წლების დასასრულს, მე-3 წლების დასაწყისი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. აი ნახეთ. ამას აქვს საჰაერო აქ ნახე. ქვემოდან ამოდის ალბათ პარკს მიწვდნენ. აქ უყურე. ქვემოდან აქ ხრელი. მერე აქ ხრელი. ეს არის სიცარიელი, სპერვა, ღრუტანიანი სპერვა. სამფეხზე დგას. ეს ჯანაში ამის დედანი ჯანაშიას მუზეუმში გვაქვს. ხომ ვანთებთ აქ ცეცხლს. ფსკერი აქვს თიხის ამას. ეს არის თიხის ფსკერი. ცეცხლი დავანთეთ. ცეცხლმა დაიწყო ამ ფსკერის გახურება, ხო? გაახურა. ის ახურებს ამ სფეროში მოთავსებულ ჰაერს თბება. და საერთოდ ცეცხლი ერთიორად ეფექტური არის და მეტ ტემპერატურას იძლევა. ერთიორად, ერთი სამად. თუ კი მას გაცხელებული ჰაერს უბერავ გასაღვივებლად. ცივი ჰაერი უფრო ნაკლებად აღგრძნებს ცეცხლს, ვიდრე ცხელი ჰაერი. ამიტომ აი რა ჭკვიანურად აქ გაკეთებული, აქედან აქვს ჰაერო, აქედან აწოდებენ ჰაერს, ცივ ჰაერს. ცივი ჰაერი შედის აქ პირდაპირ, მას არ შეუძლია რომ მოხვდეს საცეცხლე კამერაში, უნდა იტრიალოს მასში, მას ერევა აქ გაცხელებული ჰაერი და გამთბარი უკან ბრუნდება საცეცხლე კამერაში. ეს არის უნიკალური რამ და მე რომ გავაკეთე პროექტი თრიალეთის ოქროს თასი, დავამზადე სრული ტექნოლოგიის გათვლით, დაცვით, თავიდან ბოლომდე მეტალის ჩამოსხმით, გაგლირმით, ჭედვით, თვლების დამუშავებით, თრიალეთის აი ეს უნიკალური ნივთი მე-2000 წლების დასაწყისი, ძველი წელთაღრიცხვის თრიალეთის ყორღანში არის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი. აი ამ მუფელით გავაკეთე სარჩილი ოპერაციები და ამის შესახებ ფილმიც არის გადაღებული დევს YouTube-მაზე არხებზე და მას ქვია ოქროთ ქცეული სიბრძნე თრიალეთის ოქროს თასი. და სრულად არის წარმოდგენილი, თუ კი რაიმე სარჩილი ოპერაციები იყო გასაკეთებელი, აი ამ მუფელში იყო ეს გაკეთდა და იქნა გადაღებული დოკუმენტალური. ვასრულებთ მაღლაძეებთან მუშაობას და დაგიტოვებთ მათ ნამუშევრებს. სიტყვა მაღრიფი არაბული წარმოშობისაა და დასავლეთს ნიშნავს. სწორედ დასავლეთიდან ჩამოიყვანა მეფე გიორგი მესამემ პირველი მაღრაძე. მისივე დავალებით ხუროთ მოძღვარმა საქართველოს კლდეში ვარძია გამოუკვეთა. გვარი მაღრაძის ფუძედ სოფელი თმოგვი ითვლება, ამ გვარის წარმომადგენლები გავრცელებულნი არიან თელს სამცხე-ჯავახეთში და ხარაგაულის ულამაზეს სოფლებში, ლეღვანსა და მარელისში. ასევე გვხვდება კახეთში, კერძოდ თელავში, სადაც ასპინძის ბრძოლის შემდეგ მეფე ერეკლემ რჩეული ვაჟკაცი მებრძოლი მაღრაძეები თავისთან წაიყვანა და დაასახლა.